ახლახან გაირკვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომი უფრო საშიშ და რთულ ფაზაში შევიდა. ახლა იცვლება FPV დრონების გამოყენება. ეს პატარა იაფი და ზუსტად მართვადი აპარატებია, რომლებიც ამერიკული ტექნიკის დასაზიანებლად გამოიყენება. ირანის ტერიტორიის გარეთ ბოლო საათებში ირანთან დაკავშირებულმა შიიტურმა მილიციებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს თავდასხმების ამიზნეებზე კემპ ლიბერტიში, ერაყში. დაზიანებულ ტექნიკას შორის სავარაუდოდ იყო სენტინელის რადარი და ბლეკ ჰოუკის ვერტმფრენი, რომელიც სამედიცინო ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ეს სერიოზული განგაშის მიზეზია, რადგან აჩვენებს, რომ რისკი აღარ არის მხოლოდ ცაში, რაკეტებსა და თვითმფრინავებთან ერთად, ის უკვე მიწასთან ახლოსაც არის, ბაზებზე, ეზოებში და ნაკლებად დაცულ ტერიტორიებზე. ამ ეტაპის ცენტრში არიან ირანი, მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ერაყში, აშშ-ის ძალები ახლო აღმოსავლეთში და დონალდ ტრამპის მთავრობა. ეხლა ომის ესკალაციის შუაგულში და სწორედ იმ დროს, როცა ვაშინგტონი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბროს, ეს ყველაზე მეტად იგრძნობა ერაყში, სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე რაიონებში და რეგიონში არსებული ამერიკული ბაზების, საელჩოებისა და სხვა ობიექტების მთელ ქსელში. სიგნალი ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ირანში სახმელეთო შეჭრა არ ხდება, აშშ-ის ჯარები, რადარები, ვერტმფრენები და ლოგისტიკური ცენტრები ისევ დაუცველია. მთავარი საკითხია, როგორ ხდება თავდასხმები. FPV დრონები პატარა, სწრაფი, ძნელად შესამჩნევი და დაბალი ღირებულებით სერიოზულ ზიანს აყენებენ, თუმცა გიგანტური იარაღები არ არიან. თუ ისინი ბევრნი გამოიყენება, ზეწოლას მოახდენენ ძვირ და ნელ თავდაცვებზე. პრობლემა იზრდება, როცა ტექნიკა დაუცველია. ბადეების, საფარის, ბარიერებისა და ახალ საფრთხეზე ადაპტაციის გარეშე. ამას აღნიშნავენ ეს სურათები. ბაზები კვლავ მუშაობს ისე თითქოს ეს ომი ძველი იყოს. მაშინ როცა რეალურად ბრძოლის ველი უკვე შეიცვალა და თანაც ძალიან მკვეთრად. ესაა პრობლემის არსი. წლების განმავლობაში კონფლიქტების მთავარი საზრუნავი იყო რაკეტები, მართვადი რაკეტები და დაბომბვები. ეხლა საფრთხე მოდის უბრალოდ დრონებისგანაც, რომლებსაც მცირე ჯგუფები უშვებენ ისეთ ადგილებში, სადაც ტრადიციული თავდაცვა დროულად ვერ რეაგირებს. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ეს ამცირებს დისტანციას არარეგულარულ ჯგუფებსა და დუფებსა და დიდ ძალებს შორის. ძვირადღირებული რადარი, სტრატეგიული ვერტმფრენი ან მხარდაჭერის ზონა შეიძლება იაფი იარაღის სამიზნე გახდეს. ამით ომის გათვლები ირევა და ზეწოლა ამერიკულ ყოფნაზე ახლო აღმოსავლეთში ძლიერდება. ამავე დროს ეს ახალი ეტაპი სწორედ იმ დროს ჩნდება, როცა შეერთებული შტატები ცდილობს 30 დღიანი ზავის წინადადების გატანას. თუმცა ირანი წინააღმდეგობის ნიშნებს აჩვენებს. ირანის პოზიცია, რომ დროებითი შეწყვეტა საკმარისი არ არის. თეირანი უფრო ფართო და თავის სტრატეგიულ მიზნებთან დაკავშირებულ გადაწყვეტას ითხოვს. ეს აჩვენებს, რატომაც რჩება კრიზისი ღიად. ვაშინგტონი გამარჯვებაზე საუბრობს და მოლაპარაკებებისთვის სივრცის გახსნას ცდილობს. მეორე მხარეს, ირანი აცხადებს, რომ ვერ ხედავს დაპირისპირების დასრულების საფუძველს, რის გამოც პოლიტიკური რიტორიკა სამხედრო რეალობას უპირისპირდება. კონტრასტი ძლიერდება, რადგან დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ომი მოგებულია, თუმცა ფაქტები უფრო არეულ სურათს აჩვენებს. ჰორმუზის სრუტე კვლავ ზეწოლის ქვეშაა. საუბრებს არც თარიღი და არც ადგილი დადასტურებული არ აქვს და იზრდება შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებები შეიძლება დროის მოგებისთვისაც ტარდებოდეს. რეგიონში დამატებითი ძალები ჩადის, საუბარია დაახლოებით 2000 ჯარისკაცის გაგზავნასა და საზღვაო ქვეითებით დაკომპლექტებული ამფიბიური ჯგუფის მოახლოებაზე. ეს შეიძლება სამხედრო ოფციებისთვის მზადებად ჩაითვალოს, თუ დიპლომატია ვერ იმუშავებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს ომი აღარ არის მხოლოდ ქვეყნების შეტევების გაცვლა. ის ვრცელდება არაპირდაპირ გზებით, რეგიონული მოკავშირეებით და ტექნოლოგიებით, რომლებიც ცვლის კონფლიქტის ფასს. თუ FPV დრონები ომის რეგულარული იარაღად იქცევა, ზეგავლენა შეიძლება ერაყს გაცდეს. ბაზები, კოლონები, რადარები, დიპლომატიური ობიექტები და მომარაგების მარშრუტები მუდმივად საფრთხეში იქნებიან. ეს არც ერთ მხარეს გამარჯვებას არ უზრუნველყოფს, მაგრამ ართულებს მათ მდგომარეობას, ვინც ფიქრობდა, რომ საჰაერო დომინირება საკმარისი იქნებოდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გაფრთხილება, რომელიც გამოცდილი ამერიკელი სამხედროებისგან მოდის. მათი შეშფოთება მარტივია. შეტევაში გამარჯვება არ ნიშნავს ომის პოლიტიკური შედეგის კონტროლს.
ძლიერი დაბომბვა კონფლიქტის დასრულებას და სამიზნეების განადგურება რეგიონის სტაბილიზაციას არნიშნავს. ეხლა როცა იაფი დრონები ძვირადღირებულ ობიექტებს აზიანებენ, ეს წინააღმდეგობა აშკარა ხდება. კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, რამდენი სამიზნე განადგურდა. სხვა კითხვა ჩნდება, რეალურად რა გადაწყდა. ომი ახლა უფრო გაფანტულ, არაპროგნოზირებად და მგრძნობიარე ეტაპზეა. ბაზებზე, როგორიცაა კემპ ლიბერტი ბარდადის ახლოს, სპარსეთის ყურეში და ჰორმუზთან მარშრუტებზე, მაგალითად დრონებით. FPV არაპირდაპირი ზეწოლა, დაუყოვნებელი ზავის უარყოფა და სამხედრო გაძლიერება გრძელდება. რატომ? თითოეული მხარე პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობს შეთანხმებამდე, რის შედეგადაც სერიოზული განგაშია. ომი არ შემცირებულა, უბრალოდ ფორმა შეიცვალა, რაც შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს შესაკავებლად.